ჩემი დღევანდელი საუბრის თემა იქნება ორმაგი. ერთი მხრივ იმანუელ კანტი, როგორც ფილოსოფოსი და მეორე მხრივ განმანათლებლობა, როგორც ისტორიული ფენომენი. ორივე, როგორც კანტი, ისე განმანათლებლობა მე-18 საუკუნეს ეკუთვნის და დავიწყებ უფრო ფართო თემით, ანუ განმანათლებლობით. ეს არის ისტორიული მოვლენა, ისტორიული პროცესი, რომელიც უკავშირდება ტრადიციული საზოგადოებიდან თანამედროვეზე გადასვლას. და სამ ძირითად განზომილებას მოიცავდა. პირველი განზომილება იყო მეცნიერული აღმოჩენების რწმენა და დაყრდნობა უკვე არსებულ მეცნიერულ პროგრესზე, რომლის ორი მთავარი სიმბოლური ფიგურა შეიძლება დავასახელოთ, გალილეო გალილეი, ადამიანი, რომელმაც თანამედროვე ფიზიკას ჩაუყარა საფუძველი და ისააკ ნიუტონი, როგორც ადამიანი, რომელმაც წვერამდე აიყვანა კლასიკური ფიზიკა მოგეხსენებათ და ამ ბუნების მეცნიერებაში მიღწეულ პროგრესზე დაყრდნობით განმანათლებლობა, ანუ განმანათლებლობის როგორც პროცესის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ მეცნიერებას ჰქონდა დიდი ძალა და დიდი მომავალი, რათა სრულად გარდაექმნა საზოგადოება. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი განზომილება, ეს იყო განზომილება, რომელიც უკავშირდებოდა პოლიტიკას და რომელიც გულისხმობდა საზოგადოების მოწყობას, რომელიც გაითვალისწინებდა ცალკეული ადამიანის მეტ თავისუფლებასა და ადამიანებს შორის მეტ თანასწორობის დამყარებას. ანუ ვთქვათ ასე, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური თანაცხოვრების ფორმის დემოკრატიზაციას. და ეს რასაკვირველია უპირისპირდებოდა იმდროინდელ ევროპაში გაბატონებულ აბსოლუტისტურ პოლიტიკურ რეჟიმებს, რომელთა მიზანი ყოველთვის იყო სხვა არაფერი თუ არა სახელმწიფოს ძალისა და მასშტაბების გაძლიერება, ხო? მოგეხსენებათ დაახლოებით მე-16-17 საუკუნეებში ისახება ცნება, რომელსაც ქვია ნაციონალური ინტერესი, ან სახელმწიფო ინტერესი და სახელმწიფო ინტერესი და დიდი ხნის განმავლობაში სახელმწიფო ინტერესი, ანუ მაქსიმიზაცია სახელმწიფო ძალაუფლებისა ითვლებოდა ერთადერთ მიზნად, რომელიც შეიძლებოდა პოლიტიკურ თანაცხოვრების ფორმას დაესახა. მაგრამ მე-18 საუკუნიდან მოყოლებული ჩნდება ახალი მიზანი და ეს მიზანია კონკრეტული ადამიანის თავისუფლება და კონკრეტულ ადამიანებს შორის თანასწორობის დამყარება. ამიტომაც ეს მეორე განზომილება პოლიტიკური იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ასევე რასაკვირველია ძალიან პრობლემური, იმიტომ რომ ის ემუქრებოდა იმდროინდელ პოლიტიკური ძალაუფლების მფლობელებს. და მესამე განზომილება ეს იყო რელიგიის კრიტიკის განზომილება. მე-18 საუკუნის განმანათლებლობაში დაიწყო გადასინჯვა არსებული რელიგიური ტრადიციებისა და ეს გადასინჯვა პრინციპში დამოკიდებული იყო უფრო ადრეულ მცდელობებზე, განსაკუთრებით მე-17 საუკუნის მცდელობებზე და ისეთ ავტორის მცდელობებზე, როგორც იყო ბენედიქტ სპინოზა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კრიტიკულად ისტორიულ ფილოლოგიური მეთოდების გამოყენებით გადასინჯა და გაანალიზა იუდაიზმის წმინდა წიგნები, ანუ თორა და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს წმინდა წიგნები შეიცავდნენ ძალიან ბევრ შინაგან წინააღმდეგობებს და საჭიროებდნენ სერიოზულ გადახედვას იმისა, თუ რა შეიძლებოდა ჩათვლილიყო ჭეშმარიტ რელიგიად და რა არა. ეს იყო რასაკვირველია ძალიან სკანდალური მიდგომა რელიგიის მიმართ და ეს სკანდალური მიდგომა გაგრძელდა მთელი მე-18 საუკუნის განმავლობაშიც. განსაკუთრებულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ამ მიმართულებით იყო საფრანგეთი, პარიზი, სადაც სწორედ მე-18 საუკუნეში გამოიცა ცნობილი ენციკლოპედია. ეს იყო კოლექტიური მცდელობა, ახალი ცოდნა მეცნიერებების, ხელოვნებისა და ასე ვთქვათ, სხვა სფეროების შესახებ ერთ რაღაცა გამოცემაში მოქცეულიყო და თუ მანამდე
ესეთი მცდელობები კეთდებოდა ინდივიდუალური ერუდიტი მეცნიერების მიერ, ამ შემთხვევაში განმანათლებლების ენციკლოპედია ეს იყო უკვე კოლექტიური მცდელობა, მასში მონაწილეობდნენ ისეთი სახელოვანი მეცნიერები და ლიტერატორები, როგორებიც იყვნენ დიდრო, დალამბერი, მონტესკიუ, რუსო და ასე შემდეგ და ეს კოლექტიური მცდელობა რომ მოცულიყო მთელი იმდროინდელი ცოდნა იყო გარკვეული აზრით ესეთი манифесტი განმანათლებლობისა, რომელმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა მეცნიერებებისა თუ საზოგადოების შესახებ ცოდნის შემდგომ განვითარებას. სხვათა შორის მე მინდა ვთქვა, რომ განმანათლებლობად ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ ძალიან ბევრი მცდელობა, რომელიც მე-18 საუკუნემდე არსებობდა აზროვნების ისტორიაში და რომლებიც შეიძლება იწყება უკვე მე-5 საუკუნეში ძველ წელთაღრიცხვით, ძველ საბერძნეთში, სოკრატემდელი ფილოსოფოსებთან, იქნება ეს სოფისტებთან, სოკრატესთან, პლატონთან და ასე შემდეგ. იდეა განმანათლებლობისა, რომლის მიხედვითაც საწყისი მდგომარეობაა სიბნელის, წვდიადის მდგომარეობა და ადამიანმა უნდა დატოვოს ეს მდგომარეობა და გადავიდეს ნათელში, ანუ ღამის შემდეგ უნდა ამოვიდეს მზე და გაანათოს არა მხოლოდ ჩვენი ცოდნის სფერო, არამედ ზოგადად უნდა გაანათოს სამყარო და ჩვენ ზუსტად უნდა დავინახოთ რას წარმოადგენს რეალობა. ეს არის იდეა, რომელიც მართლაც უკვე 2500 წელია თუ არა მეტი თანძდევს ევროპული აზროვნების ისტორიას, თუნდაც ის ყველაზე ცნობილი მაგალითი პლატონისა თუ როგორ ტოვებს ადამიანი მღვიმეს და გამოდის მზიან სივრცეში, ხო, არის სხვა არაფერი თუ არა იმ განმანათლებლური ფიგურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პირველი არტიკულაცია. მაგრამ მე-18 საუკუნეში, როგორც უკვე ვთქვი, ამ განმანათლებლობის აი ამ მცდელობამ მიიღო სისტემატური სახე და პლუს ამას გააერთიანა ეს სამი სხვადასხვა პრინციპში ელემენტი: მეცნიერული პროგრესის რწმენა, დემოკრატიზაციის სურვილი პოლიტიკაში და რელიგიის კრიტიკა და შეიძინა ძალიან გავლენიანი პროცესის თუ პროექტის ფორმა. და სწორედ აქ შემოდის კანტი, ასევე მე-18 საუკუნის მოაზროვნე, დაბადებული 1724 წელს ქალაქ კენიგსბერგში, გერმანიაში. კანტი იყო ბიოგრაფიაზე რომ ვთქვათ 2-20 სიტყვა ხელმოკლე ოჯახიდან, მიუხედავად ამისა მან მოახერხა კენიგსბერგის უნივერსიტეტის დასრულება. პრინციპში თავისი ცხოვრების განმავლობაში მას თითქმის არ დაუტოვებია თავისი ქალაქის შემოგარენი, ცხოვრობდა საკმაოდ კარჩაკეტილი ცხოვრებით და ძალიან ბევრს მუშაობდა, იმიტომ რომ მას, ასე ვთქვათ, არ ქონდა ოჯახისგან დატოვებული მემკვიდრეობა და თვითონ უხდებოდა თავის თავზე ზრუნვა. ამიტომაც მისი მთავარი ნაშრომები მან საკმაოდ შეიძლება ვთქვათ ასაკში დაწერა და მისი მთავარ ნაშრომად ითვლება წმინდა გონების კრიტიკა, რომელიც ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიური წიგნი, რომელიც კი საერთოდ ოდესმე დაწერილა. მე არ ვიცი იყო თუ არა კანტი ყველაზე დიდი ფილოსოფოსი, მაგრამ თუ ორ ფილოსოფოსს დავასახელოთ, ერთ-ერთი აუცილებლად კანტი იქნება, მეტიც პროფესიულად ფილოსოფიის კეთება შეუძლებელია თუ წმინდა გონების კრიტიკა არ გაქვს საკითხული, ეს არის მართლა სრულად აუცილებელი და სრულად განსაკუთრებული წიგნი ფილოსოფიის ისტორიაში. მაგრამ ეს არის უაღრესად რთული წიგნიც, მისი სწრაფად გაგება და გადმოცემა არის უბრალოდ შეუძლებელი. ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა იმაში, რომ კანტს აქვს ასევე მცირე ზომის ესე, რომელზეც მე დღეს ვილაპარაკებ და რომლის სახელწოდებაც არის პასუხი შეკითხვაზე რა არის განმანათლებლობა. და რომელიც პრინციპში ხლა ადვილი ტექსტია ომი არ ვიტყოდი, მაგრამ რახან ზომა მცირეა და ასევე ადვილად მიმოხილვადი გონების თვალით, ამიტომაც ერთ წაკითხვაზე ის აღქმადია და გაგებადია.